კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროექტს კონფლიქტების პრევენცია სკოლებში, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ მართოთ და არიდონ თავი კონფლიქტებისაგან. პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რაც არის დღეს ჩვენ სკოლებში. მე მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ პრობლემაზე, ეს არის ბულინგი სკოლებში. რა არის ბულინგი? ბულინგი ეს არის ფიზიკური და სიტყვიერი ტერორი, რომელსაც ახორციელებს ძლიერი სუსტის დასაჩექრად. ბულინგის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება მივიღოთ, ეს არის ადამიანის მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ბოლო პერიოდში სამწუხაროდ გახშირდა ფაქტები, როდესაც ახალგაზრდები საკუთარ სიცოცხლეს ასრულებენ თვითმკვლელობენ. მიზეზი არის სხვადასხვა, მაგრამ როგორც ირკვევა, თვითმკვლელობის ყველაზე უმეტესწილად ყველაზე დიდი შედეგი მოდის ბულინგზე. რაში მდგომარეობს პრობლემა და როგორ მოვძებნოთ პრობლემიდან გამოსავალი? პრობლემა უნდა მოვძებნოთ რამოდენიმე მიმართულებით. ეს არის ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. მე მინდა ურჩიო ყველა მშობელს, დავუთმეთ მეტი დრო თქვენ შვილებს, გაიცით ბევრი სიყვარული და მეტი თანაგრძნობა გამოეხატეთ თქვენი შვილების მიმართ. ასევე მე მინდა ურჩიო ყველა სკოლის მასწავლებელს, მესმის რომ არის სოციალური ფონი საკმაოდ მძიმე, დამძიმებული ხართ თქვენი ყოფითი პრობლემებით, მაგრამ ეს ჩვენ მომავალს ეხება. მე მინდა გთხოვოთ, რომ დაარღვევთ სტერეოტიპები, მოусმინეთ ყველა მოსწავლეთ, კითხოთ აზრი მოსწავლესაც კი სულ ბოლო მერხზე რომ ზის. იქნებ ის არის, ვინც სამყაროს შეცვლას უფრო უკეთეს ვიდრე ის არის დღეს.